Rasakrolia განწყობა არის საზეიმო, აქ მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ბუნებრივია ახლა აქ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოსული მოქალაქეები მხოლოდ საახალწლოდ ნაძვისხის ანთებას არ ზეიმობენ, ისინი ზეიმობენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს და საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მოქალაქეებმა ნელ-ნელა გადმოინაცვლეს თავისუფლების მოედნიდან უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი ახლა უკვე აქ საბოლოო სამზადისი მიდის იმისთვის, რომ უკვე საზეიმოდ აანთონ ნაძვისხა და დაიწყოს უკვე საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან, თუმცა მანამდე იყო ზეიმი და იყო კონცერტი თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის მთავარ მოედანზე, რომელიც იყო მთავრობის მიერ ორგანიზებული და ზეიმობდნენ სწორედ აქ მოსული მოქალაქეები გუშინდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მოგიყვებით აი ამ ღონისძიების შესახებ უფრო ვცლად ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აქ სცენაზე იყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი, რომელმაც აქ მოსულ მოქალაქეებს მიმართა ქართულად მან აი ამ ისტორიული გადაწყვეტილების უკვე საბოლოო გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, საქართველოში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებს, საჯარო მოხელეებს, მედიას და საერთოდ ყველა მხარეს, ვინც იყო ჩართული მთელ აი ამ პროცესში. პაվել ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საბოლოო მიზანი არის გამარჯვება, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. დიპლომატმა ვცლად ისაუბრა იმ სიკეთეებზე, თუ რას მოუტანს წევრობა, კანდიდატის სტატუსის და წევრობაც საქართველოს. სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, აქ იყო საქართველოს პრეზიდენტი მოსული, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, როგორც გუშინ მან მედიასთან თქვა, მზად იყო, რომ დღეს სცენიდანაც მიემართა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს დღეს სცენიდან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა და ის იყო სცენის მიღმა, ის იყო ხალხთან ერთად და მან თქვა, რომ თავარი იყო, რომ აი ამ ზეიმს, სახალხო ზეიმს შეერთებოდა და არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის. საქართველოს ხელისუფლება მისცემდა თუ არა სცენაზე ასვლის და იქედან სიტყვით მიმართვის შესაძლებლობას, მოკლედ საქართველოს პრეზიდენტს არ მიეცა ამისი შესაძლებლობა. პრემიერმა ილაპარაკა ვცლად აი ამ პროცესზე და მან თქვა, რომ ეს გამარჯვება არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურება, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გადაუხადა მადლობა ყველა მხარეს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც აი ამ პროცესში იყო აქტიურად ჩართული და მოქალაქეები, რომლებიც დღეს აქ იყვნენ მოსულები, ამბობდნენ, რომ ეს მონაპოვარი, ეს ისტორიული მონოპოვარი არის სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოსული მოქალაქეების მოსაზრებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი გეტყვით, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქ იყო თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი მოსული და ისინი ჩვენთან საუბრისას, მედიასთან საუბრისას ამბობდნენ, რომ დღეს არის საერთო ზეიმი და მიუხედავად ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობისა, განურჩევლად აზრთა სხვადასხვაობისა, დღეს ეს ზეიმი აერთიანებს ყველას. მე ახლა შემოგთავაზებთ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ მოსული დღევანდელ ზეიმზე, შემდგომ კი უკვე მოქალაქეების კომენტარებსაც გთავაზობთ პოლიტიკოსების კომენტარებს. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება არის საქართველოსი და ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს და ვულოცავ ევროპას. ამ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის სრულუფლებიანი წევრობა და იმისთვის, რომ საქართველოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს, რაც შეიძლება სწრაფად, ევროკავშირის ამას დაჭირდება ძალიან სერიოზული ცვლილებები. ცვლილებები ხელისუფლებაში, ცვლილებები კანონმდებლობაში, ცვლილებები ინსტიტუციებში. მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ჩვენ ამ გზას გავივლით
დროულად და საქართველოს თითოეული მოქალაქე მალე შეძლებს ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რა სიკეთეებითაც სარგებლობენ ევროკავშირის მოქალაქეები. ეს არის დასაწყისი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისკენ გზის და ეს არის ამ გზაზე ძალიან მაგარი და სასიხარულო ნაბიჯი. და ეხლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენების შესაძლებლობა, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ამ მიზნამდე. ჩვენი მიზანი ხო აი აქ შეკრებილი ადამიანების მიზანი საბოლოო ჯამში და მათიც ვინც არ არის აქ, მაგრამ პროევროპელია ამ ქვეყნის განვითარების, ესე ვთქვათ, განვითარებას მოლოდინით შეყურებს. საბოლოო მიზანი არის, რომ ჩვენ გავხდეთ სრულფასოვანი წევრი ევროპის და ევროპული, ესე ვთქვათ, კეთილდღეობა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს მათი ყოველდღიური გასაჭირის პრობლემების ეტაპობრივად სწრაფად, ესე ვთქვათ, მოგვარებას და მათი კეთილდღეობის ზრდას. დღეს ვიმობთ ყველა განურჩევლად პოლიტიკური წამსისა და დღევანდელი დღე ასევე არის სტიმული და ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებზე ჩვენ შევცვალოთ რუსული ოცნება და პროდასავლური ხელისუფლება მოვიყვანოთ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. საქართველოსთვის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გუშინ, არის ისტორიული გადაწყვეტილება ნამდვილად, რომელმაც რეალურად კარი გაუხსნა საქართველოს ევროკავშირში წევრობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მოხდა საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ის თუ კი რამეზე უოცნებია საქართველოს ქართველ ერს, ეს არის ევროპული ოჯახის განუყოფელი წევრობა და სწორედ ამ გზის დასაწყისია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. მოკლედ, როგორც მოისმინეთ, ხელისუფლების წარმომადგენლების და ასევე ოპოზიციონერი ლიდერების მოსაზრებები ისტორიულ ნაბიჯთან დაკავშირებით არის ერთსულოვანი იმ კუთხით, რომ ყველა მათგანი ამბობს, რომ ეს არის ისტორიული ნაბიჯი ქვეყნისთვის, ეს არის გარდამტეხი ეტაპი ქვეყნისთვის და სწორედ აი ამ ნაწილში მათი მოსაზრებები არის ერთიანი და ისინი ამბობდნენ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ახლა დროა, რომ საქართველომ და პოლიტიკურმა სპექტრმა იმუშაოს იმისთვის, რომ უკვე შემდგომი ნაბიჯებისთვის მოემზადოს ქვეყანა და ამას ამბობდნენ დღეს არა მხოლოდ აქ მოსული პოლიტიკოსები, არამედ ამბობდნენ მოქალაქეებიც. დღეს ევრონიუს ჯორჯია რასაკროლია ესაუბრა უამრავ მოქალაქეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაში. მათი პოზიციების შესახებ უფრო ვრცლად ჩემი კოლეგა ელენე ქორქია მოგიყვებათ, თუმცა მე გეტყვით, რომ თითქმის ყველა მათგანი დღეს ამბობდა, რომ ეს გამარჯვება არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, ეს გამარჯვება არის ქართველი ხალხის დამსახურება და ახლა უკვე შემდგომი ნაბიჯები და შემდგომ ეტაპზე გადასვლა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს აქ მოსულ მოქალაქეებს ნამდვილად არ გამორჩენიათ ისიც, რომ საქართველოს აქვს დასახული კონკრეტული მიზნები, კონკრეტული რეკომენდაციები აქვს ევროკავშირის მხრიდან და დღეს დღევანდელი საზეიმო ღონისძიების მონაწილეები ამბობდნენ, რომ რა თქმა უნდა, ახლა უკვე დღის წესრიგში დადგება ამ რეკომენდაციების შესრულება უკვე შემდგომი ნაბიჯებისთვის და ისინი ამბობენ, რომ მთავარი მიზანი რასაკროელი არის არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ვრჩებით საქართველოს პარლამენტთან და აი ახლა უკვე მოქალაქეები ემზადებიან უკვე იმისთვის, რომ აიმთოს ნაწისხე საკანონმდებლო ორგანოსთან.